ფული არ არის უბედურება და არც მდიდარია მტერი. უბედურებაა ფულით გაბოროტებული და გადიტკაცებული. ისინი ბატონკაცურად უყურებენ ყველას და ყველაფერს. უნდათ ყველანი მონებად გვაქციონ, ისე როგორც თავად არიან ფულისა და მისი პატრონების მონები. ეს არის 21 საუკუნის ფეოდალიზმი. დიდარი მონების ბატონობა ხალხში. ხალხი დაამშიეს და დააუზურეს, ადვილად სამართავი გახადეს, გააჩუმეს, დაადუნეს. ყველაფერი ეს კატასტროფის ტოლფასია ქვეყნისთვის. სამშობლოს კარგავთ, ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას. უცხოტომელებს კარები გაუხსენით, თანამემამულეებს ვაიძულებთ დატოვონ საქართველო. მონური შრომისთვის გავწირეთ და პოლიტიკური უფლებები წავართმით და კიდევ უფრო მეტად ვართმევთ დღეს. ქვეყანა მოტყუებული ყალბი ეროვნული პათოსით, დემოგრაფიის თამაშით, სოციალური დემაგოგიით და ელიტარული კორუფციით ჭაობში იძირება. ეს არის რითაც იღუპება დღეს ქვეყანა, ეს არის დემოკრატიის თამაში. დემოკრატიის თამაშია ვითომ ქუჩაში თავისუფლებაა და პოლიცია მიყვება წინ და უყან კიდე აცილებს და ვიღაცას გონია რომ ეს არის ან კიდე საუბარი იმაზე რომ ხედავთ ომი არა გვაქვს. ადამიანები არ არიან თავისუფალი. სასამართლო არ არის თავისუფალი. ტელევიზიები იხურება. ბატონკაცური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. რაზეა საუბარი?